მოულოდნელად გონებაში ჩნდება აზრი. ვაი, თუ ახლა ღმერთზე გავიფიქრო რაღაცა ცუდი, ან ხატზე, ან რელიგიაზე, ან უკვე გაიფიქრე კიდეც. შემდეგი იწყებ. ეს ფიქრი უკვე ცოდვა, უკვე შევცოდე. ღმერთო, რატომ მომდის ესეთი ფიქრები, რა ხდება ჩემს თავს? შენ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ გინდა. არ გჯერა ამის, მაგრამ აზრი უკვე გაჩნდა და ეს საკმარისია შიშისთვის. შემდეგი იწყება მეორე ეტაპი. ფიქრის გაანალიზება, გახსენება, ზუსტად რა სიტყვა იყო, ნამდვილად ცოდვა თუ არა და პასუხები არასდროს არ არის საკმარისი. მოდი შფოთვა, დანაშაულის გრძნობა, შიში რომ ღმერთს ზურგის რეაქცია იწყებ ლოცვას, უკვე არა სიმშვიდისთვის, არამედ შიშის გასაგრობად. შემდეგ ეს გადაიქცევა რიტუალად. თუ ლოცვა სწორად არ შესრულდა, თავიდან იწყებ. თუ აზრი ისევ დაბრუნდა, თვლი რომ ვერ მოინანი. ხანდახან თავს არიდებ ეკლესიას, ხანდახან კი ზედმეტად ეჭიდები რელიგიურ რიტუალებს. ორივე შემთხვევაში შედეგი ერთია. დაძაბულობა არ ქრება. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ გონია, რომ ეს ყველაფერი ნიშნავს თითქოს შენ ცუდი ადამიანი ხარ და ან მორწმუნე არ ხარ. თითქოს პრობლემა რწმენაშია, მაგრამ სინამდვილეში პრობლემა ფიქრებში კი არა, მათ მიმართ რეაქციაში. შეიძლება გითხრეს კიდევაც, რომ რაღაც ყავს არამიწიერი ჩასახლებული და ეს მისი დამსახურება. ამ ფიქრმა კიდევ უფრო გადაგრია. მაგრამ მე მინდა რომ შენ დაგაწმარო და გითხრა, რომ ეს არის უბრალოდ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ერთ-ერთი ფორმა, რომელზეც იშვიათად ლაპარაკობენ, მაგრამ ათასობით ადამიანი ჩუმად იტანჯება და ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა შესაძლებელია. უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად მომწერეთ პირადში. ან დაწერეთ კომენტარებში სიტყვა კონსულტაცია და მე თქვენ დაგიკავშირდებით, გაგესაუბრებით, დაწვრილებით დაგიხსნით ყველაფერს, თუ რას გავაკეთებთ, როგორ გავაკეთებთ და რა იქნება შემდეგში.